შეხვდება თუ არა ევა შაშიაშვილი ახალ წელს თავისუფლებაზე და შვილის გვერდით სასამართლო პროცესი 4-ის ნახევარზე ჩაინიშნა. ოცნების პროკურატურა თანახმაა, რომ სინდისის პატიმარმა ციხე გირაოს სანაცვლოდ დატოვოს. სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა ერთ-ერთი აქცია, რომლითაც ოლიგარქის პროკურატურას მოუწოდებდნენ გაეთვალისწინებინა ქალის ჯანმრთელობისა და ზოგადად ოჯახური მდგომარეობა. ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაპატიმრებული. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ. დიდი ალბათობით ევა შაშიაშვილი ახალ წელს სახლში ოჯახთან ერთად შეხვდება. სავარაუდოდ ის გათავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდება პროცესი, წესით მოსამართლე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს პოლიტპატიმარ ქალს, ვინაიდან რეალურად ორივე მხარე ახლა ერთ პოზიციაზეა. პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ევა შაშიაშვილის კვეთი ღონისძიება შეიცვალოს და ის გაათავისუფლონ. ამის შესახებ ადვოკატმა ისაუბრა და მან განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებების სახით პროკურატურას მან წარუდგინა ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის ცნობები, რითიც დასტურდება, რომ მისი მდგომარეობა არის გაუარესებული და იძლევა იმის საფუძველს, რომ ევა შაშიაშვილი გამოუშვან. პროკურატურამ გაიარა შექმნილი წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია იმგვარად, რომ უკვე გაცნობილი იყო შესაბამისად წარდგენილ მტკიცებულებებს და მხარეები შევთანხმდით, რომ მიგვებართა სასამართლოსთვის ახალი მტკიცებულებებს ეხება ევას ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს ყველაფერი წავადგინე, მისი ქალიშვილის თაობაზე წარდგენილი მქონდა უკვე ახალი მტკიცებულება და საბოლოოდ ერთობლივობით იმშევა პროკურატურამ და თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა. ციხეში მდგომარეობა გაუარეს და იმიტომ რომ ახლა მას შესაბამისად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა, თავისი სპეციალისტის, სჭირდება შესაბამისი კვებას, ჰაერი, ფარესტეკლიჯის თემა ისეთი თემაა, რომ სჭირდება შესაბამისი მკურნალობა და აქედან გამომდინარე ევას მდგომარეობა რომ გაუარეს და ამას ყველა ხედავდა. ევა თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენ შუამდგომლობას, სავარაუდოდ დღეს თავისუფალი იქნება ან სასამართლო დარბაზიდან, ან პენტენციურ დაწესებულებიდან, სადაც იმყოფება. ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან პოლიტიკოსები. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ჰუმანური აქტი სასამართლოს მხრიდან. ამბობენ იმასაც, რომ წესი წინასწარი პატიმრობა საერთოდ არ ეკუთვნოდა ქალ პოლიტპატიმარს, ვინაიდან მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. მით უმეტეს ამას ემატება ისიც, რომ მას ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელსაც ის უვლიდა ამ წლების განმავლობაში და შესაბამისად უფრო ადრეც უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს და გირაოს სანაცვლოდ თავიდანვე უნდა ყოფილიყო თავისუფლებაზე ევა შაშიაშვილი, თუმცა მაინც პოლიტიკოსები ძალიან მოხარულები არიან, რომ დღეს ახალ წელს ევა შაშიაშვილი შვილთან ერთად შეხვდება. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ევა შაშიაშვილი დღეს ახალ წელს უკვე თავის შეშებულთან ერთად გაატარებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ევას საქმესთან დაკავშირებით თითო აგური დადო. მადლობა ადვოკატს, მადლობა საზოგადოებას, ქალ პოლიტიკოსებს და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ევა აქამდეც უნდა ყოფილიყო სახლში შვილთან, მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს ახალი წელია და ჩვენ ყველანი ძალიან გახარებულები ვართ იმ ჰუმანური აქტით საბოლოო ჯამში, რაც პროკურატურამ განახორციელა. ძალიან სწორი დამართებული ნაბიჯი გადადგა გენერალურმა პროკურატურამ, როცა შეისმინა საზოგადოების თხოვნა და მოთხოვნა, რომ ქალბატონი ევასთვის გირაოს შუამდგომლობა დაეყენებინა სასამართლოს წინაშე. მე იმედს ვიტოვებ და ყოველი ჩვენგანი, რომ სასამართლო თანხმობას განაცხადებს გირაოს შეფარდებაზე და ევა დაუბრუნდება თავის ქალიშვილს, რომელიც მას ძალიან ელოდება და რომელიც საჭიროებს დედის გვერდში ყოფნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მიუთითებდით სწორედ იმაზე, რომ ევა არის პატიმარი, რომელსაც ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შვილი და რომლის ერთადერთი მომლელი თავად არის. ევა არის პატიმარი, რომელსაც თავადაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არის პატიმარი,
რომლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძვლები არ არსებობს. სავარაუდოდ საზოგადოების წნეხის შედეგია ის, რომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალა პოზიცია და მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომ მოხდეს ევა შაშიაშვილის გათავისუფლება გირაო სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ ეს ქალი დააკავეს 4 ოქტომბრის საქმეზე, ის რუსთავის ქალთა კოლონიაში იმყოფება. მისი პროცესი დღეს 4-ის ნახევარზეა ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ვიცით, ორივე მხარე ერთ პოზიციაზეა და დიდი ალბათობით სხდომათა დარბაზიდან მოხდება მისი გათავისუფლება დღესვე.